ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაღებული ფილმის ფრაგმენტები მსოფლიოს არაერთმა ტელევიზიამ აჩვენა. დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირი საკინე მოჰამედი აშტიანია, რომლის ისტორიამ მსოფლიოს რეზონანსი გამოიწვია. ქალს მეუღლის ღალატისა და მკვლელობისათვის საჯელის უმაღლესი ზომა ქვებით ჩარქოლვა მიუსაჯეს. ირანმა ამ ისტორიისგან ნამდვილი რეალიტი შოუ შექმნა. საკინე მოჰამედი აშტიანი, ცოდვილი, მკვლელი და მეძავი. სწორედ ასია ნახსენები ის ფილმში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გადაიღო. საკინე მთელს მსოფლიოს უყვება თუ როგორ უღალატა ქმარს და როგორ მოკლა ის. ჩემი ქმარი ავად გახდა, ის ექიმთან მივიდა. მან ნემსები დაუნიშნა. ჩემი ქმარი აქ იწვა. ირანის ტელევიზიის მიერ სიუჟეტის აღდგენის ხარისხი ნებისმიერ დასავლურ დოკუმენტურ არხს შეშურდება. ყველაფერი უწვრილმანეს დეტალებში აღდგენილი, ნამდვილი საგამოძიებო ექსპერიმენტია. ჩანთა, რომლებშიც სწამლები იყო აქ დავტოვე. შემდეგ ის ინექცია მოვიტანე, რომელიც ისა ტაჰერი მომიტანა. ამ ნემს ჩემი ქმარი უნდა დაეძინებინა. ისა ტაჰერი, ცოდვილი ქალის საყვარელი და საკინეს ქმრის მკვლელობის ავტორი, ამასთანავე შემსრულებელი. მან გადაწყვიტა ჩემი ქმარი დენის საშუალებით მოეკლა. ფეხები მავთულებით შეუკრა და მერე ის ჩამთველში შეერთა. მან 6 ჯერ შეერთა მავთული, მაგრამ ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მოძრაობდა. მე-7 ცდაზე ის გარდაიცვალა. წლების შემდეგ საკინე ამ სცენას ისიაღწევს როგორც პურის საყიდლად წასვლას, როცა სინდისმა შეაწუხა პოლიციაში თავად მივიდა. შემდეგაც ნამდვილი კოშმარი დაიწყო. თავდაპირველად საკინეს ღალატისათვის 99 როზგი მიუსაჯეს. მაღალი ინსტანციის მოსამართლემ სასჯელი მსუბუქად ჩათვალა და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1 წლის შემდეგ განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. შემდეგ კვლავ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. ამჟამად კი უკვე ქვებით ჩაქოლა. ეს სიკვდილის დასჯის უძველესი და ყველაზე სასტიკი ფორმაა, რომელმაც ამ დრომდე მოაღწია. ირანის გარდა მას ერაყში, ავღანეთში, პაკისტანსა და სომალიშიც იყენებენ. მოღალატე ქალს ხელებს ქამრებით უკრავენ და ქვებს მანამდე უშენენ, სანამ საშინელი ტკივილისაგან არ გადაიცვლება. სასამართლოს გადაწყვეტილებამ დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები არაერთხელ გაიმართა. ადამიანის უფლება და დამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ამ საქმეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას ირანში ამტკიცებენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს საქმის იურიდიულ მხარეს. მათ ამ ქალისგან სპექტაკლის მარიონეტების შექმნას, რომლის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ მისი ბრალეულობა დაამტკიცონ. ამ ამბის ისტორია და სიმართლე საკმაოდ ბუნდოვანია. ირანის ხელისუფლებამ აშტიანის შვილი და ადვოკატიც დააკავა. ასევე დააკავეს გერმანელი ჟურნალისტები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევას ცდილობდნენ და ისინი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ჩვენი ხელისუფლება დაკავებულ უცხოელებს ჰუმანურად ექცევა. მათ გერმანელ დიპლომატებთან დაკავშირების უფლებაც მიეცათ. გარდა ამისა, დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლოა მათ ახლობლებთან დაკავშირების ნება დართონ. საკინეს შესახებ გადაღებულმა ფილმმა ევროპის აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია. მისი ისტორია საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. აშტიანი ჯერ კიდევ ივლისში უნდა გაესამართლებინათ, თუმცა მსოფლიოს მასშტაბის პროტესტის გამო სიკვდილით დასჯა გაურკვეველი ვადით გადაიდო.